მოგესალმებით, ეთერშია სტასუტევის საინფორმაციო გამოშვება. დღეს მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია. ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას. ევროპული კურსის შეჩერებასა და რუსული კანონების დაწესებაზე ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ამაოა, მაგრამ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა პროევროპელი საქართველოს მოქალაქეებისა და ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ მათი მოთხოვნის მიმართ აუცილებელია. წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. ევროპელი ბიუროკრატების ნაწილმა ვერ შეძლო ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის მოყვანა და ამიტომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ეგრეთ წოდებული ფარას კადრთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც კალაძე მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროპელი დეპუტატების ნაწილს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ საქართველოს პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს და უნდათ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა მოიყვანონ. ეს არის მარტივი მოცემულობა. ვერ შეძლეს რომ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა მოეყვანათ, რომლებიც მზად იყვნენ. ყველაფერი გაეკეთებინათ, რასაც პატრონები დაავალებდნენ, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა, განაცხადა თბილისის მერმა. ახლა ამ პოლიტიკურ ვითარებაში, რაც ამ ქვეყანაში ძირეულად შეცვლის ამბებს, არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არჩევნები იქნება ძალიან მალე. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რეჟიმს მოუწევს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა. ჩვენი მოსაზრება იყო და არის ის, რომ ამ რეჟიმს მოუწევს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა. ორი აზრი ამასთან დაკავშირებით არ გაგვაჩნია. იმ სიტუაციაში, რაც ქვეყანაშია, ცალსახაა, რომ რეჟიმს მოუწევს ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, როდის იქნება ადგილობრივი არჩევნები იმავე დღეს თუ ორ კვირაში მეორე საკითხია. ახლა ამ პოლიტიკურ ვითარებაში, რაც ამ ქვეყანაში ძირეულად შეცვლის ამბებს, არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არჩევნები იქნება ძალიან მალე, აღნიშნა გეგელიამ. ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი აცხადებს, რომ ისრაელი მზადაა ხვალვე დაასრულოს ომი ღაზას სექტორში, იმ შემთხვევაში თუ ჰამასი განიარაღდება მძევლებს გამოუშვებს და მისი ლიდერები რეგიონს დატოვებენ. ელჩის თქმით, ომის დასრულების შემდეგ ისრაელის მიზანს ღაზას სექტორში დარჩენა არ წარმოადგენს, თუმცა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისრაელელების უსაფრთხოება უზრუნველყოს. ინტერვიუში დიპლომატი ასევე აღნიშნავს, რომ გაერო ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასთან თანამშრომლობს, რადგან ის კონფლიქტის მხარეების შეფასების დროს სუბიექტურია. მისივე თქმით, სამწუხაროდ გაერო გამოსავლის ნაწილის ნაცვლად პრობლემების ნაწილი თავად გახდა. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველასთვის გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს. საქართველოს მთავრობამ ევროპული მომავლის მიმართ თავისი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების ჩასახშობად კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველასთვის გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს, წერს ბაია ბრაჟე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები. ამის შესახებ ქრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები, წერს ქრივიშვილი. ადვოკატმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. როგორც უფლებადამცველმა გიორგი კონდახიშვილმა ინტერპრეს ნიუს განუცხადა, სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობაზე, რაც მელიას მხრიდან მოსამართლე ირაკლი შვანგერაძის მიმართ წყლის შესხმაში გამოიხატა, ბრალდებას წარუდგენენ. მისი თქმით, ნიკა მელიას ეს ახალი ბრალდებები ღიმილად არ ყოფნის. ადვოკატები თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით ადვოკატები გენერალურ პროკურატურას ელექტრონული წესით მიმართავენ. საქმე ეხება ბაჩიაშვილის განცხადებას, რომ ის მოიტაცეს. როგორც ინტერპრეს ნიუსთან ბაჩიაშვილის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მათ გლანის მერვე დაწესებულებაში ბაჩიაშვილთან საბოლოო დეტალები გაიარეს.
ნიკა მელიას საქმე დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისუფლებაზე მყოფი პოლიტიკური ლიდერების ეშინია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად გავურთულოთ ივანიშვილს ცხოვრება. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. მან ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები საჭირო არიან ბრძოლის ველზე გარეთ, მოქალაქეებთან ერთად წინააღმდეგობის პროცესში. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური დევნის განსხვავებულ და განსაკუთრებულ ეტაპზეა გადასული. სწორედ ამაზე მიუთითებს ნიკა მელიას საქმე, რომელიც ქუჩიდან გაიტაცეს მაშინ, როცა ქირაოს გადახდისვა და ჯერ კიდევ დარჩენილი ჰქონდა. მისივე თქმით, ყველა ის თანამდებობის პირი უნდა დაისაჯოს, ვინც საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების დევნის ბრძანებებს გასცემდა და ახასრულებდა მას. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ვულოცავ კაროლ ნავროცკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მოუთმენლად ველი პოლონეთთან და პირადად პრეზიდენტ ნავროცკისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს. ის ხაზს უსვამს, რომ პოლონეთი, რომელიც ინარჩუნებს ეროვნული სულისკვეთების სიმტკიცეს და სამართლიანობის რწმენას, იყო და რჩება რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების საყრდენად და ყველა ერის თავისუფლებისა და ღირსების დამცველ ძლიერ ხმად. შეგახსენებთ, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 51% მიიღო. მისმა მეტოქემ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატმა ვარშავის მერმა რაფაელ ტრჟასკოვსკიმ კი ხმების 49%. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორ, კონსერვატორ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ვულოცავ კაროლ ნავროცკის დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს პოლონეთთან ძალიან კარგ თანამშრომლობას. ყველანი ერთად უფრო ძლიერები ვართ მშვიდობის, დემოკრატიისა და ღირებულებების მქონე საზოგადოებაში. ამიტომ მოდით ვიმუშაოთ ჩვენი საერთო სახლის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში. უკრაინის დელეგაცია რუსეთის ფედერაციის დელეგაციასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გასამართად სტამბოლში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის დელეგაცია სტამბოლში ჩავიდა, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გეორგი ტიხი მედიასთან საუბრისას. უკრაინის დელეგაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და სხვები. ჩინეთი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სერიოზულად დაარღვია სავაჭრო ზავი და რომ ქვეყანა საკუთარი ინტერესების დასაცავად მკაცრ ზომებს მიიღებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა სერიოზულად შეარყია გასულ თვეში ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმება, როდესაც ორივე ქვეყანა შეამცირა ტარიფები ერთმანეთისგან იმპორტირებულ საქონელზე. უწყების პრესსპიკერის თქმით, შტატების ქმედებებმა ასევე მკაცრად დაარღვია კონსენსუსი, რომელიც იანვარში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის დროს მიაღწიეს. შეგახსენებთ, მაისში ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე მიღწეული სავაჭრო ზავის თანახმად აშშ-მ ჩინეთთან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფები 145%-დან 30%-მდე შეამცირა. ჩინეთმა კი ამერიკის შეერთებული შტატების საქონელზე დაწესებული საპასუხო ტარიფები 125%-დან 10%-მდე შეამცირა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.